ბიზნესმენი სოსო ჩხაპელია. ეს სახელი და გვარი კარგად არის ცნობილი არა მხოლოდ საქართველოში, რუსეთის ქართულ დიასპორაშიც. განსაკუთრებით ციმბირში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში სოსო ჩხაპელიამ შორეულ ნოვოსიბირსკში ქართული ტელემაუწყებლობა გახსნა. თითქმის 10 წლის განმავლობაში ქართულ კულტურასა და ქართულ დედაენას ციმბირში მცხოვრები ბავშვები სწორედ აქედან სწავლობდნენ. მოგეხსენებათ, რომ 1992-93 წლებში სოხუმში იყო დიდი ომი და ჩვენ მოგვიწვია ჩვენს ოჯახს, როგორც 100,000-ობით ხალხს გოლგოთის გზის გავლა ჭუბერის ხეობით, მჟავე წყლებით და ასე შემდეგ. და ეს გოლგოთის გზა გავიარეთ 22 დღის განმავლობაში, დღე-ღამე. იმასაც დავამატებ, რომ 4 შვილის მშობლები ვართ, მაშინ ბავშვები იყვნენ ძალიან მცირეწლოვანები, უმცროსი იყო 11 თვის და საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. და როცა ჩამოვიდეთ უკვე თბილისში, დავაბინავეთ მეგობრების ნათესავების მეშვეობით, უკვე დილიმის წინაშე დავდექით, რომ რაღაცნაირად უნდა ვარჩინოთ ოჯახი. ეხლა ამ 100,000-ობით ხალხს კიდევ რო დავემატებთ ჩვენ, აზრი არ ქონდა და რაღაცის გაკეთება იყო საჭირო და აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება ოჯახურად მივიღეთ, რომ წავსულიყავი ციმბირში 2 თვის მერე ბავშვებს გადავიყვანეთ და იქ ვიყავით 2002 წლის ჩათვლით. ვიფიქრე ახლა აი შორეულ ციმბირში ვართ. პირველი ამოცანა არის, რომ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი ქართული ფესვები, ჩვენი ქართული ადათი, წესი, კულტურა რაღაცნაირად ხო უნდა მივაწოდოთ იმ ხალხს, რომ უნდა იცოდნენ, რომ ვინ ვარ ჩვენ, რა კულტურის მატარებლები ვართ. და რაც მთავარია, უნდა ცოდნათ, რომ ჩემი შვილები ჩვენ ოჯახში ისე იზრდებოდნენ, რომ კი ჩვენთან იყვნენ ახლა სოფიკო, თამრიკო, გიორგი თორნიკე ჩვენთვის, მაგრამ ვეუბნებოდით, თქვენ რო გარეთ გადიხართ, თქვენ ხართ ქართველები და ეს უნდა გახსოვდეთ. რაც არ უნდა გაკეთდეს, იტყვიან გრუზინი, თუ კარგი გააკეთეთ, იქნება კერძო სახელებით, მაგრამ თუ ცუდი ჩაიდინეთ, იტყვიან გრუზინი და აი მისი უფლება რა გვაქვს მეთქი, როცა ტელევიზიის საშუალებაზე დადგა საკითხი, რასაკვირველია, მე არც დავფიქრებულ ვარ, ჩვენს ოჯახთან ერთად ერთპიროვნად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და დავარსეთ ქართული არხი და მე მახსოვს, ჩემი შვილი გიორგი 10 საათზე იყო გადაცემა და პირველად რო გაჟღერდა ციმბირში, ნოვოსიბირში ქართულ არხზე ქართული ეს ხმა და წამოიძახა, რომ მამაო, ჩემი თავი საქართველოში მგონიაო. ეს იყო ჩემთვის უდიდესი დაფასება. პირველად გაჟღერდა იქ იანონამ რაქნა, ანუ ყველა ერთს გააჩნია გენეტიკური მეხსიერება და ეს გენეტიკური მეხსიერება არის უდიდესი რამ. აი ეს გვაძლევს მაგის საშუალებას, რომ არ დავივიწყოთ, რომ ჩვენ ვართ დროებით, მაგრამ ჩვენი ქმედება, ჩვენი საქციელი ეს შეიძლება იყოს სამუდამო და წინაპრების მეშვეობით ჩვენ ახლა რომ ვამაყობთ, ჩვენც ვართ ის რგოლი და ჩვენი მომავალი თაობა ჩვენით უნდა იამაყოს. ნოვოსიბირსკის ქართული დიასპორის ხელმძღვანელი მხოლოდ ტელევიზიას არ ჯერდებოდა. ის ხშირად მართავდა ქართული მწერლებისა და ზოგადად ქართული კულტურისადმი მიძღვრილ ღონისძიებებს. ერთხელ მორბენალის ტრიქონით გავაჟღერეთ, რომ ამ დროს მარინა ცოტაევის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართება საღამო, ქართული საღამო, ვაჟა შავილასადმი მიძღვნილი საღამო და ყველა სურვილს ვიწევთ. და არავითარი ჩვენ მოწვევა განსაკუთრებული არ ქონია და თქვენ წარმოიდგინეთ, ხალხი იმდენად მრავალი იყო, რომ ჩვენ ხალხი დარბაზში არ დაგვეტია და მოგვიწია ფოიეში გაგვეტანა დინამიკები და ისე ავტომატურად უსმენდნენ ჩვენს გადაცემას და მე პირველად მივეცი ჩემს თავს უფლება ქართულ ენაზე წამეკითხა ფესვები და მე მქონდა საშუალება უკვე რუსულად კიდევ ვაჟა-შავილა რო გაჟღერდა თანაც ქართულად იმდენი ოვაციები იყო, იმდენი სითბო იყო იქ ნაჩვენები, რომ მე სიამაყეცნობით დღესაც ვამაყობ, რომ აი ასეთი ფესვების მატარებელი ვარ.
მიუხედავად სხვა მიწაზე ყოფნისა, მუდმივად საქართველოზე ფიქრობდა და როცა აშკარად გამიზულად დაიწყო რუსეთში ანტიქართული კამპანია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა, სოსო ჩხაპელია ტელევიზიით გამოვიდა და უმკაცრესი განცხადება გაავრცელა. განცხადება, რომელშიც დაგმო რუსეთის ანტიქართული პოლიტიკა და გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა. მაუწყებლობის დასრულებიდან რამდენიმე წამში დაურეკეს და ქვეყნის დატოვება უბრძანეს 24 საათში. რა თქმა უნდა, სამშობლოში დაბრუნდა. დაბრუნდა იდეებით და პროექტით, რომელსაც საოცარი სითხე კალმატრონი ჰქვია და რომელსაც ერთნაირად შეუძლია გადაარჩინოს როგორც ათეული წლების ნაგებობები, ასევე მშენებარე სახლები, ჰესები და საერთოდ ყველაფერი, რასაც ნესტის საშიშროება ემუქრება. არა დაიყო დრო, როდესაც მის გამომგონებელს ალექსანდრე რუსინოვს ყველა შეურაცხადა თვლიდა და მის გამო ყველა მიატოვა. თუმცა ამჟამად ამ საოცარი გამოგონების წყალობით ის მსოფლიო მოქალაქედ, კალმატრონი კი მსოფლიო ბრენდად იქცა. სამაგიეროდ დაუფასდა და ეხლა ამდიდრესი ადამიანია. პირველი ქარხანა აშენდა ამერიკაში, დააპატენტა ამერიკაში, ეხლა მთელ მსოფლიოში რაც იწარმოება კალმატრონი, მაგისი უშუალო ძალიან მაღალი კონტროლის ქვეშ არის ეს. კალმატრონი გამოიყენება თქვენ წარმოიდგინეთ ფუნდამენტიდან, ანუ საძირკვლიდან დაწყებული, სადაც წყალთან შეხება არის ჰესები, ავტოფარეხები, წყალსაცავები, ბრტყელი გადახურვა, სველი წერტილები და ასე შემდეგ. ყველგან გამოიყენება და ამისი გამოყენება არის მარტივი, ვინაიდან თვითონ კალმატრონი აკეთებს თავის საქმეს. მთავარი არის ტექნოლოგიის დაცვა და ტექნოლოგიის დაცვა, როცა აუხსნე ადამიანს ან მით უმეტეს ერთხელ რო დაინახავს, მაგისი გაკეთება მარტივია. სამაგიეროდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ვხსნით პრობლემას ნესტის, წყლის შემოდინების, სოკოსი, ხავსის და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ რით უფრო დაღლილი არის ბეტონი, მით უფრო მარგი კოეფიციენტი უფრო მაღალია. ვთქვათ, მაგალითად 25-30 წელი გავიდა და ბეტონს, კალმატრონარავი ბეტონს არ აქვს შეხება წყალთან და მერე გრუნტის წყლებმა შეიცვალა მიმართულება და მოხდა ბეტონს. აი მაშინ იწყებს კალმატრონი მუშაობას. ანუ საუკუნოვანია, რასაკვირველია. ეხლა ძალიან დიდი ის არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ეხლა აპრილის თვეში ვიწყებთ ფერეცვალების სახელობის მონასტრის რეაბილიტაციას წალენჯიხის, უკვე დამტკიცებულია, რომ კალმატრონი უნდა იყოს გამოყენებული. მეორე, ძეგლთა დაცვის სააგენტომ უკვე დაამტკიცა, რომ რეაბილიტაციის პროცესი რო იქნება ვარძის, იქ იქნება კალმატრონი გამოყენებული. ამ საოცარი სითხით აღდგენილია მრავალი ტაძარი და ისტორიული შენობა. მათ შორის სალხინოში მდებარე დადიანების საზაფხულო რეზიდენცია. თუმცა კეთილსაქმეს მალევე მოჰყვა განსაცდელები და მაშინ, როდესაც ყოველწმინდა სამების ტაძრის პრობლემების მოგვარება უნდა დაეწყო, სრულიად უდანაშაულო ბიზნესმენი გაუგებრობის მსხვერპლი გახდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. ამ დროს სწორედ ბაქოში მოღვაწეობდა. სწორედ ამ დროს აზერბაიჯანში სტუმრად იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარი ეპისკოპოსი და ბიჭუნთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. გამახსენდა ქალბატონი ეთერი ასტემიროვას ტელეფონიდან. თურმე ამ დროს ჩვენს უწმინდესს და უნეტარეს აცილებენ ბაქოს აეროპორტში. თბილისის მიმართულებით და ელჩის თანდასწრებით აი ეს ყველაფერი უთხრა, რომ დაკავებულია სოსო ჩხაპელია და უწმინდესი კითხულობს, ხალხო, იცითო ვინ არისო, რას წარმოადგენს სოსო ჩხაპელიაო? ქალბატონ ეთერის უთქვამს, რომ კიო, რამე ცუდის გამკეთებელი არისო? არაო. მაშინ ჩემი თხოვნა იქნებაო, მაქსიმალურად მიაქცეთ ყურადღებაო და მეც ჩამაყენეთო საქმის კურსიო. საქართველოში დაბრუნებული მადლობის სათქმელად კათოლიკოს პატრიარქს ეხლა. ასე ჩაეყარა საფუძველი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის რეაბილიტაციას. მას შემდეგ კეთილი საქმეები არ დალეულა. გამიღიმა და მეუბნება, შენ უფალს უყვარხარო და შენი თავი უფალმა მაჩუქაო მე. და მე და შენ დღეს აუცილებლად უნდა შევხვდეთ და ისა ჩაიზე ისა უნდა ის გავისაუბროთ და მართლა გქონდა ჩაის შემდეგ 1-20 წუთი
დიდი დრო დამეთმო, ბევრ რაღაცას ვისაუბრეთ, იმის მერე გქონდა უფლის წყალობით და ჩვენი უწმინდესის კურთხევით, მაგის საშუალებით რომ დაგვემუშავებინა, მაშინ მითხრა უწმინდესმა, რომ ის განსაცდელიო, რაც შენ გადაიტანეო, ისიც უნდა აღიქვაო როგორც უფლის მადლიო. გაგვიკეთებია ბევრი ისინი სამუშაოები, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ისე არ არის, ზერელით ყველაფერი არ ხდება. ეს არის ზევიდან უფლის წყალობა არის და ის ადამიანი ჩვენ ახლა ვინც გვეხმარება და გვერში გვიდგას, არა, ისიც უფლის წყალობა არის. აი ეს თუ გვახსოვს, აი ამას თუ მივაქცევთ ყურადღებას, სულიერობას თუ მივაქცევთ უფრო დიდ ყურადღებას, მაშინ ვიქნებით ბედნიერები და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ადამიანს შეუძლია ეს ჩემი ღრმაწმენა არის, ადამიანს შეუძლია თავისი სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქციოს და ამავდროულად შეუძლია სამოთხეთ აქციოს. ეს არის სიყვარული. თუ გაეცი სიყვარული, 1000 მაგად მიიღებ მეც. კალმადრონის წარმომადგენლობა თბილისთან ერთად უკვე ბათუმშიც არსებობს. ამ საოცარი სითხით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიაკითხონ კალმადრონის წარმომადგენლობებს, როგორც თბილისში, ასე ბათუმში. ჩვენ კი ამ კომპანიას და მის დამფუძნებელს ბატონ სოსო ჩხაბელიას წარმატებებს ვუსურვებთ.